შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში თეორიული გამოცდის ბილეთების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ბილეთები, რომელიც 15 დეკემბრიდან შევა ძალაში, ვიდეორგოლების სახით იქნება წარმოდგენილი. როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტეს, სიახლე ახალმა კანონმდებლობამ გამოიწვია, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივების მიხედვით შეიქმნა. ეს არ არის მოდერნიზებული ვარიანტი ძველი ბილეთებისა, ეს არის სრულიად ახალი ვარიანტი. ახალი ბილეთები შეიცავს ვიდეორგოლებს, მასში ასახული არის რეალური ქუჩები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და საქართველოს ავტომაგისტრალებისა და უფრო აღქმადია კანდიდატებისთვის, უფრო ადვილად გასაგებია და უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე აქამდე არსებული ბილეთები იყო. ახალი ბილეთების საშუალებას იცვლებოდეს ყოველი ახალი საკითხებში იცვლებოდეს სწორი პასუხის ვარიანტი შინაარსის შეუცვლელად, რაც არ მიცემს კანდიდატს ბილეთების დაზეპირების საშუალებას და მობილიზებული იქნებიან უფრო კარგად ისწავლონ, კანონმდებლობასთან უფრო დაუახლოვდნენ. საქართველოს აქვს ვალდებულება ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოს ჩვენი კანონმდებლობა სხვადასხვა სფეროში ეტაპობრივად. სწორედ ეს ცვლილებაც მართვის მოწმობის საგამოცდო თეორიულ საკითხში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით იქნა განხორციელებული. ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუდმივად ცდილობს აამაღლოს ხარისხი მომსახურების სფეროში.